ნაციონალური მოძრაობის წევრი წარსდგება და კითხვებს გასცემს პასუხებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ანალოგიურ საქმეზე მოუწევთ თუ არა პასუხის გაცემა იმ სავარაუდო მოძალადებს, რომლებთან დაკავშირებითაც გუშინ ისაუბრა დოლიძემ და გამართა მათ შორის ბრიფინგი პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ მას ვკითხეთ, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ წარიმართება საქმის ობიექტური გამოძიება, ამბობს, რომ შეუძლებელია ქართული ოცნების პირობებში, მით უმეტეს ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე ობიექტურად გამოიძიონ, რადგან როგორც თავად ამბობს, ამ ყველაფრის შემოქმედი თვითონ არის ქართული ოცნება, ამიტომ ეს არის რიტორიკული კითხვა, რომელსაც თავადვე ეცემა პასუხი და პასუხი არის მისთვის ძალიან მარტივი, რომ ეს ყველაფერი არის ბუტაფორიული ხასიათის, როგორც მისი დაბარება, ისე იმ ილუზიის შექმნა, თითქოს დაიძრა პროცესი და გამოძიება, წარიმართება ობიექტურად ამ თემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხაბეიშვილს უსასტიკესად გაუსწორდნენ ზუსტად 2 წლის წინ და 2 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას არც ერთ მის საგამოძიებო უწყებას და კომპეტენტურ ორგანოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რათა ეს საქმე გამოეძიებინათ, რაც მისთვის ცალსახად დადასტურებაა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი თავად ცდილობს გაანეიტრალოს როგორც მორალური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით ყველა ის ადამიანი და განსაკუთრებით ისეთი აქტიური პოლიტიკოსები, როგორც ლევან ხაბეიშვილია იმისთვის, რათა ეს იყოს საჩვენებელი დასჯა და სხვებმა ვეღარ გაბედონ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება. დამიკავშირდნენ პროკურატურიდან გამომძიებელი ვინმე პაატა კალანდია და მითხრა, რომ დაბარებული ვარ ლევან ხაბეიშვილის წამების ფაქტთან დაკავშირებით, აი გუშინ რომ ადამიანები დავასახელეთ, რომ სავარაუდო დამნაშავეები ვინც არიან, ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები გამოეკითხათ და ეს ადამიანები დაებარებინათ, მე ვარ დაბარებული გამოკითხვაზე და ვაპირებ, რომ მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან და დავიკითხები იქ. 2 წელი გახდა, რაც ლევან ხაბეიშვილს სახისძვლები დაულეწეს 27 წუთის განმავლობაში აწამებდნენ, ამბობდნენ, რომ უნდა მოეკლათ და შემდეგ ვითომ თავი დაარტყა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირობებში არანაირი იმედი არ მაქვს, უბრალოდ დადგება დრო, როდესაც ხარება თავის ბანდფორმირებებთან ერთად, აი ეს არ ვიცი, ძაღლებივით დაგეშილი ტიპები უნდა გამოვიყენო, ტიპებთან ერთად რომ დარბოდნენ და დარბიან ხოლმე აქციებზე და ხალხს ცემენ და სახისძვლებს ულეწავენ, აუცილებლად აგებს ხარება მისი ბანდფორმირებით პასუხს. რამოდენიმე წუთია, რაც მარიამ დოლიძეს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და თხოვეს, რომ მისულიყო მათთან გასაუბრებაზე, ჩვენ კი მათ დაუფიქსირეთ, რომ მხოლოდ მარიამ დოლიძე დაიკითხება მაგისტრ მოსამართლესთან, თუ ისინი ჩათვლიან, რა თქმა უნდა, ამას საჭიროდ ამ წუთისთვის ჩვენ არ ვიცით თუ როდის დაიკითხება მარიამ დოლიძე. მარიამ დოლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე დაასახელა მათ შორის 4 ახალი სახელი და გვარი იმ სავარაუდო მოძალადეების, რომლებიც მისი განმარტებით 2 წლის წინ თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს, მისივე თქმით, მირზა კეზევაძე და ზვიად ხარაზიშვილი, ეგრეთ წოდებული ხარებაც იმყოფებოდნენ ადგილზე, მაშინ როდესაც სასტიკად გაუსწორდნენ ხაბეიშვილს კითხვაზე, რას იტყვის ის გამოძიებას, ამბობს, რომ მას დასამალი არაფერი აქვს, ამიტომ ნებისმიერ ფორმატში მზად არის თანამშრომლობისათვის, ამიტომ გამოცხადება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. თუმცა ასევე ამბობს იმასაც, რომ ახლა თუ კი ვინმესთან დაკავშირებით და ვინმესთან უნდა არსებობდეს რაიმე კითხვა, ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც სწორედ მან დააიდენტიფიცირა და საჯაროდ განაცხადა მათი ვინაობა, ამიტომ ეს ყველაფერი, რომ ის არის დაბარებული ახლა გამოძიებაზე და არაფერია ცნობილი დამატებით გამოძიების თვალსაზრისით ამ 4 ადამიანთან დაკავშირებით, მისთვის სწორედ იმის ინდიკატორი და დემონსტრირებაა, რომ ეს საქმე არის ბუტაფორიული და რეალურად ამ ყველაფრის გარკვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს.